რას დავდივით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემდა. მოგესალმება თენგის გოგოდიშვილის პოდკასტი. უაშა გადაცემის სპეციალური გამოშვება. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე: YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რამხელა მნიშვნელობა აქვს ამინდს. ამინდი ყოფილა განამწყვეტი. გახსოვთ პროჭორულელებო, ორი კვირის წინ ძვირიან შამპანიურებს რომ დააყრევინეთ თავები, ჰელსინკის კომისია გადაიდო და გავიმარჯვეთო. მაშინ თქვენ ამტკიცებდით, ჰიდრომეტეოროლოგია არაფერ შუაშია, გვატყუებენ რომ ვაშინგტონში ცუდი ამინდია სინამდვილეშიო. ჩვენმა ბატონმა ბორისმა ლობისტები აამუშავა ელჩები, აამუშავა კავშირები და ჰელსინკის კომისია ჩაშალაო. ახლა კი კომისიის მოსმენა შედგა. ლობისტების კავშირების ელჩობების მიუხედავად. და რა გავიგეთ? რა მოვისმინეთ? ბევრი ფიქრობს, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა სულ ახლახან დაიწყო და სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. თუმცა მე ვიტყოდი, რომ ნიშნები საკმაოდ დიდი ხნის წინ გამოჩნდა. ამას ყვება ლორა თორნტონი, რომელიც ღმერთი ამოწმე ძალიანაც ცდილობდა თავის დროზე ემეგობრა საქართველოს ოფიციალურ პირებთან. სამწუხაროდ მე საკუთარი თვალით ვადევნებდი თვალს საქართველოს რეგრესს. იქ 2014 წელს გადავედი NDI-ის ოფისის ხელმძღვანელად. ამაღელვებელი დრო იყო. სავსე რეფორმებისა და განახლების დაპირებებით. საქართველო მასპინძლობდა და ლიდერობდა ღია მმართველობის პარტნიორობას. პარლამენტში უამრავ დემოკრატიულ რეფორმაზე ვმუშაობდით და ქვეყანა დიდი სიჩქარით მიიღწევდა ევროკავშირსა და ნატოსკენ. თუმცა ეს პერიოდი ხანმოკლე აღმოჩნდა. პროჭორულელებს როგორც შეთქმულების ყველანაირი თეორიის ძალიან დიდ მოყვარულებს აქ აუცილებლად უნდა გავახსენო, რომ ამ საუბრების პარალელურად ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჩვენს მეზობლად სომხეთსა და აზერბაიჯანში გიახლებოდა ტოლმას, საუბრებოდა მილიარდობით ინვესტიციასა და საუკუნო სამშვიდობო სატრანსპორტო პროექტებზე. ხელს აწერდა სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიებს. როგორც შედეგი, რუსეთის სრულ გარიყვას რეგიონული გავლენიდან. საქართველო კი ერთ დროს ამ რეგიონის თვალი და მარგალიტი, დემოკრატიის ლიდერი და ევროპულ გზაზე თითქოს მყარად მდგომი ქვეყანა, მხოლოდ მეზობელი ტერიტორია უკვე. ერთადერთი, ვინც ისტორიული ლოგიკის საპირისპიროდ რუსის უკანალში ეტენება. რუხი ზონა დემოკრატიისთვისაც, ამერიკის ინტერესებისთვისაც და დასავლური პროგრესისთვისაც. ქვეყანა, რომელსაც გაუჩერეს ყველაზე ადრე მიღებული სტრატეგიული პარტნიორობა. სანქცირებული პახანის მართული რაღაც ჯამახირია, სადაც ამერიკის ელჩიც კი არ არსებობს უკვე. რატომ? ვაშინგტონში საუბარი მაგაზეც იყო. And that flaw is Russian-made oligarch Bidzina Ivanishvili. პირველი და ფატალური პრობლემა თავიდანვე არსებობდა. ბიძინა ივანიშვილი, რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქი, რომელიც იდგა ქართული ოცნების შექმნის უკან და მისი პირველი პრემიერ-მინისტრი გახდა. ჩემი შეფასებით ის არასოდეს ყოფილა დემოკრატიის გულწრფელად ერთგული და რაც მთავარია, ყოველთვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუსეთთან, ქვეყანასთან, სადაც ქონება დააგროვა. ქართულმა ოცნებამ დაიწყო ევროპისა და შეერთებული შტატების კრიტიკა. დასავლეთს მტრულ ძალად წარმოაჩენს და ამტკიცებს თითქოს ის გლობალური ომის პარტიის ნაწილია, რომელიც საქართველოს მეორე ფრონტში ჩათრევას ცდილობს. ამავდროულად ქართული ოცნება ღიად მოიხსენიებს მეგობრებად ჩინეთსა და ირანს. არსებობს კადრები, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჰამასის წარმომადგენლებთან ერთად დგას. ამგვარად შეიცვალა წარმოდგენა იმაზე, ვინ არიან საქართველოს მეგობრები და ვინ მოწინააღმდეგები. ზუსტად ამიტომ გააძევეს თავის დროზე პროჭორულელებმა ქვეყნიდან NDI და IRI. ჩვენ გორბიც გვეყოფა საჩვენოდ რომ დათulis ყველაფერსო. ასეთები რომ არ ელაპარაკა და წვრილად არ აეხსნა. ახლა კი ამ ქალმა მაინც წვრილად ახსნა ყველაფერი. საქართველოს რჩება სანქციების გვერდის ავლის მნიშვნელოვან მარშრუტად რუსეთისთვის, რაც განსაკუთრებით ირონიულია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული. რაც შეეხება 2024 წლის არჩევნებს, მე 10 წელზე მეტია საქართველოს ყველა არჩევნებს ვაკვირდები. დამკვირვებლის თვალით რომ შევაფასო, ეს არჩევნები იყო სერიოზულად ხარვეზიანი, დაშინებისა და სხვა მრავალი დარღვევებით. მიუხედავად ამისა, ქართულმა ოცნებამ ძალაუფლება შეინარჩუნა. მალევე შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვის ინიციატივაც წამოაყენა. მას შემდეგ ქართველები ყოველდღიურად აპროტესტებენ შექმნილ ვითარებას. მათ ძალადობით ხვდებიან, აკავებენ სამოქალაქო ლიდერებს, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს. მათ შორის არის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომლის გათავისუფლებისთვის მაკ-კეინის ინსტიტუტი იბრძვის. საქართველოში ამჟამად 121 პოლიტიკური პატიმარია.
ბევრი მათგანი ჩემი მეგობარია. დღეს ვითარება ასე გამოიყურება. თითქმის ყოველ კვირას მიიღება ახალი კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო და კონსტიტუციურ ვალდებულებებს, სიტყვისა და შეკრების თავისუფლების დასაცავად. დეტალურად შემიძლია ვისაუბროთ თითოეულ მათგანზე, თუმცა მაგალითად მოვიყვან ეგრეთ წოდებული ტროტუარის კანონს, რომლის საფუძველზეც მოქალაქეებს საჯარო სივრცეში დგომისთვისაც კი აკავებენ. Institute is fighting for her release. ამის მოსმენა ლადო ბოჟაძის ან გრეტა წიწავასკურით შეიძლება ნორმალურია, მაგრამ ჰელსინკის კომისიაში რომ ასწრებს ისმენ, სულ სხვანაირად ჭერს. და თქვენ ამას დაინახავთ, პროჭორულელებო. ამერიკელ მკვლევართან ერთად ვაშინგტონში ჩვენებურსაც უსმენდნენ. ოლესია ვართანიანი, ჩემი ყოფილი კოლეგა, დღეს ამერიკაში პოლიტიკურ მეცნიერად მუშაობს. In Georgia and US relations, საჭიროა შეერთებული შტატების პროაქტიული ჩართულობა. დღევანდელი კრიზისი საქართველოს უახლეს ისტორიაში უნიკალური არ არის. ბოლო 10 წლეულებში არაერთხელ დადგა პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად დიალოგის საჭიროება. ზოგჯერ ეს რიგგარეშე არჩევნების გზით ხდებოდა, ზოგჯერ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ძალების პირდაპირი მოლაპარაკებებით, ხოლო გარკვეულ ეტაპებზე საგარეო მედიატორების ჩართულობით. როგორც ეს ევროკავშირის შემთხვევაში ვიხილეთ წინა საპარლამენტო კრიზისის შემდეგ. ამ ვითარებაში შეერთებული შტატები შეიძლება მნიშვნელოვანი აქტორი გახდეს. ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული სანქციები ერთ-ერთი შესაძლო ბერკეტია პროცესის წინ წასაწევად. სანქციები უკვე მოქმედებს და აშკარად ახდენს გავლენას ქართული ოცნების დამფუძნებელზე. შესაბამისად, მათი სტრატეგიული გამოყენება შესაძლებელია საქართველოში რეალური პოლიტიკური პროცესის წასახალისებლად. resolve Georgia's political crisis. მაგ სანქციებზეც იქნებოდა საუბარი წინა დღეებში ვაშინგტონში, სადაც ჩვენი მაიორი მდინარაძე ხუთ უპროსივი დაუბარებია თურმე. ეგ ამბავ ჩემს კოლეგებს, ირაკლი ტაბლიაშვილსა და სხვებს რომ არ გაეხეთქა, თქო შეიძლება საერთოდ არაფერი ეთქვა უკვე. და თუ ვიმსჯელებთ იმ ძუნწი აღწერით, რაც მე იძულებით მიაყოლეს, საუბარი დიდად საამო არც ყოფილა. ოღონდ მდინარაძეს რა უნდა მოკითხო და რა უნდა მოსთხოვო. მდინარაძე შიკრიკია, ამბის ჩამომტანი. წერილი გამოატანეს, ან უბრალოდ უთხრეს და გაამეორებინეს, აბა როგორ დაიმახსოვრეო. საუბრის მეორე მხარეს კი რუსი ბორია. ახლა მან უნდა მოისმინოს ან წაიკითხოს დანაბარები. დაეждდეს და დაფიქრდეს. შეუძლია კონსულტაცია რუს შამანებთან გაიაროს, ეჩურჩულოს ხეებს, ან პირდაპირ დარეკოს მოსკოვში და უთხრას ასეთებს და ასეთებს მთხოვენ და რა ვქნათო. და არ დაიმალება რასიზმს. უახლოეს დღეებში გავიგებთ. შათირიშვილის მოვლიგი რამე პუბლიცისტური ფაღარათით ან ახალი დრაკონული კანონები, რომელსაც პროჭორილელები მზის ამოსვლისას მოიფიქრებენ და მზის ჩასვლამდე უკვე სამჯერ დაამტკიცებენ. და კიდევ ერთხელ, მაინც რამხელა მნიშვნელობა აქვს ამინც. მაინც და მაინც ამ საღამოს, მაინც და მაინც იმ წუთებში, როდესაც კაპიტოლიუმში პროჭორილელთა დედმამის წიოკი ისმოდა, ირანის ქალაქებში კი კვლავინდებურად ხოცავდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს, ზუსტად მაშინ თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში განათდა. ისლამური რევოლუციის 47 წლის თავის აღსანიშნავად. ნეტავ ნისლი ყოფილიყო, რომ ვერავი შეემჩნია. კარგამინჩი კი უცებ ყველამ დაინახა, ვისი მეგობრია ეს უბედური კოცი და რატომ. ეს იყო ვაშე გადაცემა. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროშა. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონური ვაშინგტონში გადაცემა.